გვეკითხებიან მოკლედ TikTok-ზეც და YouTube-ზეც, რას აკეთებს პროკურატურა, ეს ხალხი, ვინც ჩვენ გამოვავლინეთ, სად არიან, ქვეყანაში არიან, წავიდნენ, არ წავიდნენ. ერთადერთი რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია არის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე ქონება, გარდა ამისა არაფერი არ ვიცით, მეტი რას აკეთებს გამოძიება. ჩვენ ვართ ჟურნალისტები, გავავრცელეთ ეს ინფორმაცია და ჩვენი მოვალეობა და უფლებამოსილება არ არის არც ვინმეს დაპატიმრება, არც ვინმეს დევნა. ახლა დავურეკავ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ბაიას და იქნებ გვითხრან რა ხდება, რა სიახლეები აქვთ გარდა იმისა, რომ დააყადაღეს ვიღაცების ქონება. ალო, ბაია, გამარჯობა. ნინო ბაქრაძე ვარ, გაუნძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტიდან. შეგიძლიათ ახლა საუბარი, რამდენიმე კითხვა მაქვს კოლცენტრების ამბავთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ რა ხდება გარდა იმისა, რომ დაყადაღდა ქონება გამოძიება დაწყებული და სხვას ვერაფერს კი პასუხებ ამ თემას. ნახეთ ჩვენ გამოძიება და საპროცესო მოქმედება რაც არ უნდა მკითხოთ ვერ გიპასუხებ გამოძიება დაწყებული. ან ჩვენ გამოვლენილი ყავდა 23 ადამიანი იყო და გუშინ გავრცელდა მხოლოდ 5 მათგანის ქონების დაყადაღებაზე ინფორმაცია. კიდევ ერთხელ პასუხობთ გამოძიება მინდის გამოძიებას თავისი პროცედურები, ამაზე მეც ვერ გიპასუხებ. ანუ სამართლებრივი დევნა რომელიმეს მიმართ არ დაწყებულა, ხო? 100 კითხვა რო დამისვათ მარტო ამას გიპასუხებ. აღარ გაწვალებთ. კარგი, მადლობა ბაია დროებით. ესაა პასუხი.